მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ კომიტეტის ხდომას, გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობა. ასევე პარლამენტის რეგლამენტის 35 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე არის წარმოდგენილი კომიტეტის წევრის ბატონი გრიგოლ აბესაძის კანდიდატურა. შესაბამისად გთხოვთ რომ ეს საკითხი დავამატოთ დღის წესრიგს, ვინ არის მომხრე. გმადლობთ. შესაბამისად მივყვებით დღის წესრიგით. პირველი საკითხი ეს არის 2017 წლის 12 ივნისის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ცვლილების წერილ შეთანხმება. ქალბატონი მზია გიორგობიანი წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ რატიფიცირებისათვის 2017 წლის 12 ივნისს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაში ჩვეულებრივი ოპერაციები ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ნომერი მე-5 ცვლილებასთან მიმართებაში, რომელიც გაფორმებულია წერილი შეთანხმების სახით. აღნიშნული ცვლილება გაფორმებული არის მიმდინარე წლის 2 აპრილს და ცვლილება ითვალისწინებს სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე. ეს არის ძირითადი ცვლილება, სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და განხორციელდა გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ ეტაპისათვის დარჩენილი არის მხოლოდ ერთი სამუშაოები, რომელიც ეხება ფოთის ხიდის რეაბილიტაციას, რომლის დასრულებაც იგეგმება მიმდინარე წელს და შესაბამისად მოხდა აღნიშნული ვადის გადაწევასთან დაკავშირებით წინადადებით შემოსვლა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა. კოლეგებო, კითხვები ხომ არ არის? არ არის კითხვები. მადლობთ ქალბატონ მზია, კენჭისყრაზე ვაყენებ ამ სახით, ვინ არის მომხრე. მადლობა. საკითხი გადაწყვეტილია. შემდეგი საკითხი ეს არის 2015 წლის ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის ცვლილების თაობაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება. ბატონი ზურაბ ეზუგბაია წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ 2015 წლის ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის ცვლილების თაობაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიერთებას. მოგახსენებთ, რომ ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ამ სასოფლო-სამეურნეო კულტურის განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთვის. კერძოდ ამ ეტაპისთვის 50-მდე ქვეყანა არის მიერთებული ამ შეთანხმებაზე. შეთანხმება არ შეიცავდა ძალიან დეტალურ პროცედურას მისი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. დღესდღეობით მოქმედი რედაქციით ამ შეთანხმების მოქმედების ვადა არის გათვალისწინებული 2026 წლის 31 დეკემბრამდე და საერთაშორისო საბჭოს წევრთა მიერ 24 წელს 25 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც იძლევა საშუალებას უკვე საბჭოს მხრიდან მოხდეს პერიოდული განხორციელება შეთანხმების მოქმედების ვადის არაუმეტეს 5 წლიანი პერიოდებით. როგორც წესი, გადაწყვეტილებები ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, ამიტომ საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი. ამასთან გადაწყვეტილების თანახმად 2 წელი არის მიცემული მხარეებისთვის ვადა, იმისათვის რომ დეპოზიტარისთვის დაადასტურონ მზაობა თანხმობა ამ გადაწყვეტილებაზე. ვინაიდან პირველადი შეთანხმება იყო პარლამენტის მხრიდან რატიფიცირებული, ამიტომ ამ ცვლილებასაც სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. თანხმობის მიღების შემდეგ ეს ზღვრული ვადა 25 ივნისი 2026 წლის, როდესაც დეპოზიტარმა უნდა მიიღოს ყველა მონაწილე ქვეყნის თანხმობები, 3 თვის განმავლობაში 90 დღის ვადაში ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და ეს პროცედურა უნდა დასრულდეს, როგორც მოგახსენებთ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე. მოგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებას მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო პოზიციონირებს როგორც ზეთისხილის წარმოებელი ქვეყანა და საერთაშორისო ასპარეზზე თავის ადგილს იმკვიდრებს. ამ ფორმატში, ამ საერთაშორისო შეთანხმების ფორმატში და მისი ორგანოების მხარდაჭერით შესაძლებელი ხდება ტექნიკური დახმარების მიღება, საერთაშორისო სტანდარტების
დადგენაში მონაწილეობის მიღება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელება ზედცხილისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის და თავიდან აცლების მიზნით. უამრავი სხვა საკოორდინაციო ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ამ სექტორის განვითარებას. საქართველოში 4000 ჰექტარამდე არის უკვე გაშენებული მსხმოიარე ზედცხილის ბაღები, ძირითადად არის კახეთი, არის ასევე ქვემო ქართლიც და ეს სექტორი აჩვენებს სტაბილური ზრდის დინამიკას, ამ მხრივ საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა, კონტრიბუცია იქნება უაღრესად ღირებული. 2026 წლისთვის ჩვენი ქვეყნის საწევრო გადასახადი არის გადახდილი, დაახლოებით ეს არის 28,000 евро. საწევრო გადასახადის კალკულაცია ხდება სპეციალური ფორმულის საფუძველზე, რომელიც არის მოცემული შეთანხმებაში და ითვალისწინებს საწყის მონაცემებს, ასევე ქვეყნის ექსპორტის შესაძლებლობის მონაცემებს, წარმოების სტატისტიკას და სხვა პარამეტრებს. ანუ ამ კომპლექსური ფორმულის საფუძველზე დგინდება თითოეული ქვეყნის კონტრიბუციის დონე. გთხოვთ ხარი დაუჭიროთ ცვლილების გადაწყვეტილებას. მადლობა. ბატონო ზურაბ, კოლეგებო, ხომ არ გქონთ კითხვები? არ არის კითხვები. შესაბამისად, დღის წესრიგის მეორე საკითხს ვაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? მადლობა, საკითხი ერთხმად მიღებულია. მადლობა ბატონო ზურაბ. და ბოლო საკითხი, როგორც გითხარით, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მოგუმართა ვაკანტური, ასე ვთქვათ, მოადგილის კოტა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ფრაქციას არ ჰქონდა ათვისებული. შესაბამისად, შემოვიდა მოთხოვნა ფრაქციიდან, უпростоრედ წარდგენა ფრაქციიდან, რომ ამ მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი გრიგოლ აბესაძე. შესაბამისად, გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ბატონი გრიგოლი ავირჩიოთ კომიტეტის მოადგილის თანამდებობაზე. ვინ არის მომხრე? მადლობა. ბატონო გრიგოლ, თქვენ ხომ არ გსურთ რაიმეს თქმა? დიდი მადლობა, დიდი პატივია ჩემთვის ამ დარბაზში ყოფნა თქვენთან ერთად და მადლობა ნდობისთვის და მზად ვარ შევუდგე აცეულ მოვალეობას. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მეგობრებო, ამით დღის წესრიგი ჩვენი სხდომისა ამოწურულია. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და სხდომა ამით დასრულია.